ახლა კი დროა მოვიწვიოთ დავით გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი პროფესორი დავით გაგუა. ბატონო დავით, გთხოვთ სტუდიაში. გამარჯობათ. გიხარიათ თქვენი სტუმრობა და გთხოვთ. მადლობა მოწვევისათვის. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო დავით, სანამ დავიწყებთ საუბარს, ძალიან საინტერესო ინფორმაციის თაობაზე, რომელიც თქვენ უნდა მოგვაწოდოთ და მიაწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს და შემოგთავაზოთ წყალი მთის. გთხოვთ? მირთვით. დიდი მადლობა. ბატონო დავით, ყველა ოჯახის სახელით კიდევ ერთხელ აქედან ჩვენი გადაცემიდან მადლობას გიხდით მათი სახელით იმ ბედნიერებისთვის და იმ წუთებისთვის, საოცარი წუთებისთვის, რომელიც თქვენ აჩუქეთ ყველა ოჯახს. და იმედისთვის. რა თქმა უნდა. როდესაც შენს შვილს აბარებ, დედისთვის ეს ისეთი ძნელი ყოფილა. აი ვერ აგიხსნი გიორგი, როგორ ვიყავი მე, როდესაც ჩემ შვილს დაეწყო მშობიარობა და ისეთ სუდად ვიყავი. ისეთი, აი ვერ ახსნი, ახლა სუდად ხვდები, რომ მახსენდება ის ემოცია და როდესაც მამებიც ასევე გაზისთიან და ჩვენ მამებიც ვწავლებთ. მე კიდე რა მომეწონა, იცი, ბატონი დავითის ბოლო საუბარი ჩემ ქალიშვილთან, ეს იყო ის, რომ უკვე მშობიარობს ლიზა და ბატონი დავითი ეუბნება. მომეცი პირობა, რომ კიდევ მინიმუმ 2 ჯერ მოხვალო აქ. და გამშობიარებო. კარგითო მოვალო. გაიხარეთ. ბატონო დავით. მადლობა. ჩვენ საუბრობთ იმ სიახლეებზე, რომელიც თქვენი დიდი და ძლიერი გუნდის მეშვეობით უფრო და უფრო იზრდება, ვრცელდება საქართველოს მასშტაბით და სანამ გადავალთ უშუალოდ ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მოდით მოგვიყევით აი რა გზა გაიარეთ დღემდე და რა პერსპექტივები აქვს საომავლოდ დასახული დავით გაგუას სამედიცინო ცენტრს და პირადად ბატონ დავით გაგუას. ჩვენი კლინიკა შეიქმნა 1996 წელს. საინტერესო არის იმით, რომ ეს არის პირველი კერძო კლინიკა, ჰოსპიტალური კლინიკა სამიანო საქართველოში. ჩვენ ვიყავით სულ 8 წელზე, ქონდა ძალიან პატარა ფართი, იჯარით აღებული იაშვილის კლინიკაში, თავიდან 600 კვადრატული მეტრი და იყო სულ დასაქმებული 40-მდე თანამშრომელი და აი ესე შევუდექით იმას. იყო თვეები, როცა ჩვენ სულ ყავდა 10-15 მშობიარი. დაახლოებით 2 წელიწადში ჩვენ გავფართოვდით, გავიშალეთ უკვე 1200 კვადრატულ მეტრზე და მივახციეთ იმას, რომ დავიკვირდით ადგილი, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ჯერ კერძო სექტორისთვის იმ წლებში, პირველ რიგში ხალხმა ასე ვთქვათ, სამედიცინო საზოგადოება გვენდო და პირველად მათ დაიწყეს ჩვენთან მოსვლა. ნუ რა თქმა უნდა, იყო ისინი მე გამოცდილი ექიმი ვიყავი, ყავდათ ჩემი პაციენტები და რა თქმა უნდა ისინი მოდიოდნენ. როცა ჩვენ უკვე ნახეთ, რომ შევძელით დავკვირდით, ასე ვთქვათ, ბაზარზე და ჩვენი სიტყვა გვეთქმოდა, დადგა უკვე საკითხი, რომ გავფართოვებულიყავით და შევძელით ჩვენი კლინიკის სხვა ლოკაციაზე პრივატიზაცია, უკვე გახდა ჩვენი ეს შენობა. მივახციეთ იმას, რომ ერთ-ერთი პირველები გავხდით საქართველოში რაოდენობრივად და რა თქმა უნდა რაოდენობას აუცილებლად უნდა მოძლებდეს ხარისხის მაჩვენებლებიც. და ჩვენ შევძელით, რომ ავაშენეთ ჩვენივე ეზოში კლინიკა, რომელიც არის 9 სართულზე, 18000 კვადრატული მეტრია და დასაქმებულია 500 თანამშრომელი. დღეს ჩვენთან უკვე აი ამ ახალ კლინიკაში უკვე რომელიც მერვე წელიწადია უკვე ფუნქციონირებს, ყოველ წელს 5000-მდე ახალშობილი იბადება. თუმცა იქ ბევრი სხვა სერვისებიც გაქვთ იმ კლინიკაში, გარდა სამშობიაროზე არა? იცით რა, პრაქტიკულად არის ყველაფერი ქალთან. დიახ, თუ თქვენ გულისხმობთ სამიანო გინეკოლოგიური ამის გაყოფა წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ნეონატოლური სერვისი, ანუ პედიატრია გვაქვს როგორც ამბულატორიული პედიატრია, ისე ნეონატოლოგიური მესამე დონის კლინიკა და ჩვენ უკვე მონაწილეობთ რეპროდუქტოლოგიაც არის. რეპროდუქტოლოგია გვაქვს, ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი გვაქვს, თვითონ ამბულატორიული სექტორი გვაქვს.
ძალიან ძლავრი და სამსართულზე და დიდი ფართობით და ძალიან ბევრი ექიმები არიან დასაქმებული და პრაქტიკულად ჩვენ ყველა სამიანო გინეკოლოგიურ და ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისს მოვიცავთ. ჩვენთან არის ასევე ქირურგია, ონკოლოგია და განსაკუთრებით ორსულებში ნებისმიერი ჩარევა, როგორც უროლოგიური, ისე ქირურგიული და ასე შემდეგ. ამის გარდა ჩვენ გვაქვს როგორც ონკოგინეკოლოგია და საერთოდ ონკოლოგიური პაციენტი, ისე ლაპარასკოპიული, ქირურგიული, ლაპარატომიული მეთოდებით და ფაქტობრივად მთელი სპექტრი. მთელი სპექტრი. კი ბატონო. რაც არის დაკავშირებული ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სამიანო გინეკოლოგიური თვალსაზრისით, თავისი განხრებით ყველა ისე. და როგორც ვიცით, გაიხსნა ახალი ფილიალი. ნუ მედიცინა მოგეხსენება თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს, რომ ის სულ უნდა განვითარდეს, ამიტომ ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. მოთხოვნა იყო ძალიან დიდი. ტერიტორიულ პრინციპსაც ჰქონდა მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის პაციენტები ჩვენ პედიატრიული სამსახურიდან დავამატეთ, ხშირად ვერ მოდიან დიღმის მასივში, მათ უნდათ სახლთან ახლოს და ამიტომ შევარჩიეთ ლოკაცია საბურთალოზე და გავხსენეთ ამბულატორიული სექტორი, სადაც დავამატეთ როგორც სამიანო გინეკოლოგიური, ისე სხვა პროფილის მომსახურება და ამას განსაკუთრებით პედიატრიული. ჩვენთან ბევრი პაციენტი მოდიოდა, რომლებიც ხელმისაწვდომობა არ ჰქონდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, შორის გამო და ისა და დადიოდნენ სხვა ქალთა კონსულტაციებში, მაგრამ უნდათ ეს სერვისი მიიღოთ ჩვენთან. და შესაბამისად ამანაც გარაპირობა იმ ამბულატორიის გახსნა, რომ ეს ხალხი, რომლებიც მარტო სამშობიაროდ უნდა მოსულიყვნენ იქა, ჩვენივე კლინიკაში ყოფილიყვნენ ანტენატალურ მეთვალყურეობაზე და შესაბამისად ეს სერვისიც რომ მიიღებდნენ და მე შესაბამისად მე მოსულიყვნენ სამშობიაროდ იქა. შვენიერი. ხო. ამიტომ ის ჩვენთან დაბადებული ბავშვები ჩვენთან დღეს ისინი არიან, მათ დაარქივებული აქვთ როგორ იყვნენ მუცლად ყოფნის დროს, მე როგორი მშობიარეს და შემდგომში მათ მოზარდობის დროსაც მოზარდობამდე შეუძლია და რა თქმა უნდა, როცა მოზარდობიდან გადავლენ სრულწლოვან ასაკში, მათ შეუძლიათ გააგრძელონ იქ და ლაბორატორიაც ფუნქციონირებს ალბათ. რა თქმა უნდა. არა მარტო ლაბორატორია, ჩვენ დავამატეთ ახალი სადიაგნოსტიკო CT კვლევა არის, MRT კვლევა არის. ანუ სრული სპექტრი რაც სრული სპექტრი არის და არის მომიჯნავე სპეციალისტებიც. სამუშაო გრაფიკი, აი რომელ საათამდე მუშაობს ეს ფილიალი, რომ აი თქვათ თქვენ ახსენეთ მაღალტექნოლოგიური კვლევები, თქვათ უცებ რომ დაჭირდეს, რომელ საათამდე შეიძლება რომ მოხდეს. ისეთ ჩვენ ვარაუდობთ, რომ როცა დატვირთვა გაიზრდება და იქნება მოთხოვნა. დღეს არის 9-დან 6-მდე, ვფიქრობ, რომ იქნება ალბათ 9-დან 8 საათამდე საღამოს. და ზოგიერთი კვლევები და ისინი შეიძლება იყოს 24 საათი. ბატონ დავით, რა სიახლეს თავაზობთ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ დიაგნოსტიკური მიმართულებით. რითი აღჭურვილი უფრო თანამედროვე აპარატურა, როგორი კადრები დაკომპლექტა, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვათ გაიარა მომზადება, ტრენინგი გარკვეული, რომ მოსულიყვნენ და დაეწყოთ მათი საქმიანობა თქვენს ცენტრში. კი ბატონო, პირველ რიგში დავამატეთ რამოდენიმე ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტები, იქ დაახლოებით 4 ახალი აპარატი გვაქვს შეძენილი, დღევანდელი მოთხოვნებით რაც არის. ყველა ძველი კადრებიდან ზოგიერთები გადავიდნენ იქ და ისა ზოგიერთებს აქვთ შეთავსება და ანუ რამოდენიმე დღე აქვთ იქ მიღება. ამას დაემატა დაახლოებით 30-მდე ექიმი, რომელმაც გაიარეს წინასწარი საკონკურსო პირობებით დააკმაყოფილეს და ამ კონკურსით მოხვდნენ იქა. დღესაც ვითარდებით ჩვენ, ეს კონკურსი დღესაც გრძელდება და რა თქმა უნდა ჯერ არის იმის საშუალება, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი დასაქმდეს კიდევაც და ალბათ უფრო მეტად გაპარტობდეს. როგორც გავიგეთ, ესთეტიკური პროცედურების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი. კერძოდ რა სერვისებზეა საუბარი? ნუ მაგასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ქალი ისედაც ძალიან ლამაზი არის, ყველას უნდა გალამაზება და ამიტომ ესთეტიური სილამაზეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სავარაუდოდ აუცილებელი იქნება, რომ ეს სერვისი უფრო მეტად განვითარდეს და
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და მემართავოს. რა სახის ესთეტიკური პროცედურებია თქვენს ფილიალში ან კლინიკაში რომ ვთქვათ? როგორც კლინიკაში, ისე ეს ფილიალი იგივე იმას იმეორებს, უბრალოდ მეტად გაფართოვდა. ჩვენ გვაქვს პლასტიკური ქირურგია, რომელიც ყველა პლასტიკურ ოპერაციას მოიცავს და შესაბამისად ესთეტიური მედიცინაც. მოკლედ ქალზე მზრუნველობა ყველა ასაკში, ყველა აუცილებელია. მიმართულებით. ჩვენი სლოგანი საერთოდ არის ზრუნვა მომავალზე და რა თქმა უნდა ეს მთლიანად უნდა გავამართლოთ. დაბადებით მუცლად ყოფნიდან და არა კიდევ უფრო იქიდან რო ვერ ვსულდება იქიდან დაწყებული. იქიდან დაწყებული. სიბერემდე, იმიტომ რომ მოხუცებულობაც ჩვენთან ისეთივე იცავ თავისი ონკოლოგიით და მამოპლასტიკა და ასე შემდეგ ყველაფრის თამაში. წარმატებები მინდა გისურვოთ აი ამ ახალ წამოწყებაში, რასაც ქვია უკვე ქალაქის ცენტრში ამბულატორიის გახსნასთან დაკავშირებით, სულ ასეთი მიზანდასახული და დაუღალავი ყოფილიყავით. კარგად. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მინდა იმუნიტეტს უსურვო წარმატება, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს იმუნიტეტი ეს გადაცემა, იმიტომ რომ მე ცოტა დიდი ხნის ექიმი ვარ და ხედავდი როგორი დამოკიდებულება მქონდა ექიმებსა და პაციენტებს და დღეს ცოტა ეს ამის წინათაც ვახსენე, ჩატეხილი ხიდივით არის და ნდობა დაკარგულივით არის და ნელ-ნელა ამის აღდგენა მიდის, ხედავ და იმუნიტეტი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია ამ სიტყვების გაგონება. მადლობა თქვენ, ბატონო დავით.